ჩვენი დღევანდელი ეთერის სტუმარი გახლავთ რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი, რომელთან ერთადაც ვისაუბრებთ მაუწყებელთა კანონში შეტანილ, უბრალოდ დაგეგმილ ცვლილებებზე, როგორ აისახება ის მედიაზე. ნათია, მოგესალმებით, მადლობა დათმობილი დროისთვის. მაუწყებელთა შესახებ კანონში შედის საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ფაქტიურად ძირეულად ცვლის მაუწყებელთა მომავალს. პირველ თემად დაფინანსების საკითხი რომ განვიხილოთ, რამდენად გაართულებს დაფინანსების ამ ფორმით შეზღუდვა მაუწყებლების საქმიანობას და საერთოდ რა მიზანი აქვს ამ ცვლილებას თქვენი აზრით? მადლობა ამ კითხვისთვის. ნამდვილად მთავარი ამ კანონებში არის სწორედ ახალი შეზღუდვები მაუწყებელთა დაფინანსების თვალსაზრისით. ქართული ოცნება კი უმტკიცებს აუდიტორიას, რომ მაგალითად გარე დაფინანსებებს გვაცლის და ამით თითქოს ნაკლები გავლენა იქნება ჩვენ შინაარსზე და ამ დროს აკეთებს პირიქით. მაგალითად სრულად გვიუქმებს ერთ-ერთ სახეობას რეკლამის, როგორც არის სოციალური რეკლამა და არ შეგვიძლია მისი გაყიდვა როგორც უცხოელზე, ისე საქართველოს მოქალაქეზე ან საქართველოში მოქმედ ორგანიზაციაზე. არავის არ შეგვიძლია ჩვენ სოციალური რეკლამა გავყიდოთ მას შემდეგ, რაც ეს კანონი იქნება საბოლოოდ მიღებული და ძალაში შესული. ამით ნამდვილად კვლავ აქვს მცდელობას ადგილი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ 2015 წლიდან მოყოლებული არც ერთ წელს არ ჩაუვლია მაუწყებლებისთვის, რომ არ შეზღუდულიყო მათი კომერციული რეკლამა, როგორც სახეობები, ისე დრო, შეგვიზღუდეს დრო კომერციული რეკლამის, გაგვიუქმეს ზოგიერთი სახეობები, არ დაგვიტოვეს პრინციპში სერვისი, რომელიც შეგვიძლია ამ მიმართულებით ეფექტურად გავყიდოთ. ასევე, რასაც კარგად ყიდნენ, მათ შორის რეგიონული მედიები იყო სოციალური რეკლამა და ეხლა უკვე იღებენ კანონს და სრულად გვიუქმებენ სოციალური რეკლამის გაყიდვას. ეხლა რომ წარმოვიდგინოთ ჩვენ მომაყურებელმა, აი თუ კი ისინი რამეს ყიდიან ერთ დღეს რომ მოუდეს სახელმწიფოს და უთხრას რომ ამის გაყიდვის უფლება აღარ გაქვთ. აი ესეთ მდგომარეობაში ვართ ჩვენ ამ კანონის საფუძველზე და ნამდვილად არ არის ეს მაყურებელთა ინტერესების ბით განპირობებული. მაგალითად, ახლა შეგვიძლია ამის მიხედვით გავიხსენოთ მაგალითად ქართული ოცნების კანონი, როცა მან აკრძალა ონლაინ კაზინოების რეკლამა. ყველა ხო დარწმუნდა წლების შემდეგ, რომ ამით არ შემსუბუქებულა ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა, არც თამაშზე დამოკიდებული მოქალაქეების მდგომარეობა არ შემსუბუქებულა. ეს იყო სპეციალურად გაკეთებული იმისთვის, რომ უშუალოდ ადგილობრივ მედიას არ ქონოდა ამ სახეობის რეკლამა და ეს შემოსავალი გაექროთ ადგილობრივ მედიაში, იმიტომ რომ თავისთავად არ უნდათ, რომ იყოს ძლიერი ადგილობრივი მედია მწარმოებელი. რა თქმა უნდა, არის გარკვეული ნაწილები გარე დაფინანსებაზეც, ეს უკვე ეხება უშუალოდ საგრანტო დაფინანსებებს, თუმცა ეს აქამდეც ჰქონდათ შეზღუდული, მაგალითად ეგრეთ წოდებული გამოხატვის კანონით, რომელზეც ახლა შაშან უფრო იყო ბატალიები, წელს უკვე რაღაცნაირად აღარც კი შევდივართ დიდად დავაში, იმიტომ რომ ისედაც რაც სურთ იმას წერენ და მე იმას კითხულობენ. დაახლოებით ეს ხდება ფინანსებთან დაკავშირებით. რეგიონული მედიები ვცდილობთ მოვძებნოთ გამოსავალი. ჩვენ აქამდეც დიდწილად ვიყავით ამოკიდებული ჩვენს მაყურებელზე, ადგილობრივ ადამიანებზე, ადგილობრივ ბიზნესზე და კვლავ მათი იმედი გვაქვს თანადგომის რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი გაერთიანება რეგიონული ტელევიზიების უახლოეს ხანში დაიწყებს ეგრეთ წოდებულ crowdfunding კამპანიის წარმოებას იმისთვის, რომ თუ კი ვინმე სურს და უნდა დაეხმაროს რეგიონულ მედიას, რომ ის ამგვარი ტიპის შეზღუდვების პირობებში გადარჩეს, ეს იყოს მიღწეული. მეორე ასევე პრობლემატური საკითხია შინაარსობრივი მხარე, რომ განვუმარტოთ მაყურებელს რა სტანდარტებზეა საუბარი და რამდენად შესაძლებელია მათი შესრულება მედიისთვის. ანუ რანაირ მედია პროდუქტს მიიღებს მაყურებელი ამ ცვლილებების შემდეგ. რაც შეეხება შინაარსობრივ რეგულაციებს. შინაარსობრივთან დაკავშირებით ასევე ვციეთ ტყუილს ამბობს ქართული ოცნება, როცა ამბობს, რომ ბრიტანული კანონმდებლობა გადმოწერა. ბრიტანული კანონმდებლობა არ გადმოუწერია, თავადაც შეუძლია გადაამოწმოს, რომ ჩვენ მანამდე მაუწყებლებს გვქონდა ეგრეთ წოდებული მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, რომელიც ეთიკურად გვარეგულირებდა. ანუ ეთიკური სტანდარტები გვქონდა გაწერილი, როგორ ვმუშაობთ. აი ეს ეთიკური სტანდარტები ახლა მაუწყებელთა ქცევის კოდექსი სრულად გადაიტანა კანონში, ამ კანონში შემოქმედმა, ვინც ეს დაწერა და ცდილობს, რომ დამსჯელი ზომები გააძლიეროს ამ დარღვევების გამო. ცხადია, ეს სტანდარტები ჩვენთვის აქამდეც მისაღები იყო და სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ცდილობთ შევქმნათ მიუკერძოებელი ესეთი ობიექტური შინაარსი, რა თქმა უნდა, სწორედ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობდით ის თავის დროზე,
კომუნიკაციების კომისიამ ჩვენთან ერთად შეიმუშავა იმისთვის, რომ ეთიკური რეგულაციები გქონოდა რეგიონულ მედიებს მათ შორის და ამ პრინციპებზე დაყრდნობით მუშაობდით. მაგრამ ეხლა უბრალოდ იცვლება ეს და უკვე ეს გადადის ხელისუფლების манипуლირების თქვათ ხელში, რასაც უნდა იმას დაარქმევს არაობიექტური ინფორმაციას, არის უცნაური ჩანაწერები ამაში, მაგალითად ჩვენ მანამდე თუ გვეწერა რომ უნდა ვეცადოთ არ შევიჭრათ არავის პირად ცხოვრებაში, ჩვენ ვიცით როგორ განმარტავთ პირად ცხოვრებას და ვიცით რომ როცა არის საჯარო ინტერესი, შეიძლება პირადი ცხოვრება ვინმესი გამხელილ იქნას. პირადი ცხოვრების კატეგორიაში ბევრი რამ შეიძლება გავიდეს. მაგალითად, ქუჩაში რით გადაადგილდება ჩვენს მიერ დაქირავებული ადამიანებიც, ესეც კი შეიძლება პერსონალურ პირად ინფორმაციაში ჩაგვითვალოს ვინმემ. ანუ, ეხლა თავად გადაწყვეტენ რა არის პირადი ინფორმაცია, რა არის შეურაცხყოფა მათი, რა არის, თქვათ, მათი არაკომფორტულ მდგომარეობაში ჩაყენება, რამდენად კეთილსინდისიერი არის, თქვათ, ფოტო გადაღება, ვიდეო გადაღება და ამის მიხედვით შეძლებენ ჩვენს შეზღუდვას. Რა თქმა უნდა, ეს უფრო მიმართული არის არაიმდენად უშუალოდ შინაარსობრივი რეგულაციები, თუმცა ველოდები პროცესებს ამ მიმართულებითაც არაიმდენად ჩვენი დახურვისკენ, არამედ უფრო იმისკენ, რომ თვითცენზურა გაძლიერდეს და თითოეულ თქვათ სარისკო და ყველაფერი რაც უკავშირდება ნამდვილ ჟურნალისტიკას არის დაკავშირებული რისკთან. ყველა ამ რისკთან დაკავშირებით ხვალდაზე მედია მენეჯერები და ჟურნალისტები დაიწყებენ ფიქრს ამის გამო ხომ არ დამემუქრება ძლიერი სანქცია. აი ამისთვის არის ეს უფრო გამიზნული რომ თვითცენზურა გაძლიერდეს ჩვენს სფეროში. რაც ეხება რეგიონულ მაუწყებლებს, მედია კანონმდებლობის თვალსაზრისით საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ, როგორ აისახება რეგიონულ მედიაზე, რამდენად ეზღუდებათ მათ ისეთ შეზღუდული შესაძლებლობები? მადლობა, გარკვეულწილად ვისაუბრეთ ამაზე პირველ კითხვაში, მაგრამ მართლაც მე მგონია რომ არ ვაჭარბებ, როცა ვამბობ, რომ უმეტესწილად სწორედ რეგიონული მედიების და მაუწყებლების შეზღუდულ კანონებს ვიღებთ, იმიტომ რომ აი დღესაც მაგალითად ერთ-ერთი ნაციონალური არქის, ოპოზიციური არქის ესე ეძახიან თავის თავს და სხვაებიც ესე უწოდებენ. ერთ-ერთმა თანამფლობელმა გამოაქვეყნა მეორე საწინააღმდეგო ინფორმაცია, რომ დაახლოებით 15 მილიონამდე დავალიანება აქვს სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი. შეუძლებელია ამ ქვეყანაში იყო ოპოზიციური არქი, ან საერთოდ იყო მაუწყებელი და მაგალითად გადასახადებს არ იხდიდა. ოღონდ ამას ახერხებს ამ ქვეყანაში ან ოპოზიციის კუთვნილი არქი, ან თავრობისადმი და ხელისუფლებისადმი და ქართული ოცნებისადმი ლოიალურად განწყობილი არხები. რეგიონული მაუწყებლები ვერ აგროვებენ ვალებს, დავალიანებებს, პატიოსნად იხდიან თანხებს და სწორედ ამიტომ მათ საწინააღმდეგოდ ხდება ყველა ფინანსური შეზღუდვის მიღება. სწორედ სოციალური რეკლამა თუ კი ვინმეს ეყიდებოდა პროცენტულად შემოსავლების დიდი წილი, სწორედ რეგიონულ მედიაში იყო სოციალური რეკლამის და აი ეს რეკლამა გაგვიუქმეს სრულად. ამიტომ ჩვენ როგორც უკვე აღვნიშნე, უახლოეს დღეებში სპეციალური კლიპების საშუალებით ვეცდებით, რომ საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ამ პრობლემაზე და დავიწყოთ ფართო კამპანია იმისთვის, რომ როგორც ადრე ძველ დროში იყო, ვიდრე მაგალითად ცარისტული რუსეთი დაგვიპყრობდა და ადგილობრივი ბიზნესები და ადგილობრივი მოქალაქეები აფინანსებდნენ თავად ხელს უწყობდნენ თავად ადგილობრივი მედიის არსებობას, ისე ვისაც კი სურვილი ექნება, ნამდვილად შეუძლია დაეხმაროს და ხარში დაუდგეს იმ მედია საშუალებას, რომელიც მის რეგიონში მაუწყებლობს, მით უფრო თუ კი ვთანხმდებით, რომ ამ მაუწყებლებს და ამ მედიებს ვერავინ ვერ ჩაანაცვლებს და ისინი ძალიან საჭიროა ადგილობრივი საზოგადოებისთვის.